გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ამიტომ შემოგთავაზოთ ერთი პატარა მიმოხილვა გაშლა უბრალოდ სამ ვარიანტად, რამდენად ასრულდება თქვენი ჩაფიქრებული სურვილი. როგორც გითხარით, გაშლა იქნება სამ ვარიანტზე. ჩაიფიქრეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტზე, თქვენთვის სასურველი სურვილი. და ვნახოთ ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი, ან რამდენად სწრაფად ასრულდება. სტუმრად ვარ და არ მაქვს მინიშნებებისთვის არაფერი, ასე რომ თქვენ თვითონ აერჩიეთ ვარიანტი მინიშნების გარეშე. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი, რომელი ვარიანტიც მეტად მიგიძახებს, შესაძლებელია იქიმალებოდეს თქვენ ცხოვრებაზე შესაბამისი ვარიანტი, ან და უბრალოდ მოусმინეთ სამივეს და თქვენ თვითონ მიხვდებით სად არის ის იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც გაინტერესებს თქვენ და რაც გაინტერესებთ. ახლა კი ვნახოთ თუ ჩანს სამივე ვარიანტი, კარგად. მოდი რაღაცას ავამაღლებ, რომ გამოჩნდეს კარგად, რადგან აუცილებელია ამ შემთხვევაში გამოჩნდეს სამივე ვარიანტი. რადგან სხვანაირი მინიშნებებით ვერ გაძლევთ მინიშნებას. პირველი მოდი. აი ასე ვიზამ ტელეფონს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. პირველი, მეორე, მესამე. მათ ვინც ვერ მოასწარით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და ისე მოახდინოთ დაკვირვება კარტებზე. მე კი ვიწყებ. ვიწყებ პირველი ვარიანტით. პირველ ვარიანტს მინდა გითხრათ, რომ თქვენი სურვილი ასრულებადია და შესაძლებელია ასრულდეს გაცილებით ბევრად სწრაფად, ვიდრე თქვენ ფიქრობთ, მაგრამ ეს სურვილი ეხება იმას, რაც თქვენ ცხოვრებაში ერთხელ უკვე დაინგრა, ან ვერ მოხდა რაღაც ჩანაფიქრის განხორციელება. ეხლა ხართ იმ ეტაპზე, ფიქრის ეტაპზე, ფიქრობთ ძალიან ბევრს და თქვენ აუცილებლად მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას ამ სურვილის ასასრულებლად. რადგან თქვენი სურვილი ხორციელდება ძალიან სწრაფად, ხართ ფიქრის პროცესში და თქვენ მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, თქვენ იქნებით გამარჯვებული, შესაძლებელია ეს ზოგიერთთან რამე დავასაც ეხებოდეს. თუ იყო დავა, თქვენ იქნებით გამარჯვებული. მაგრამ იმიტომ რომ ვახსენე დავა, არ არის აუცილებელი რომ მაინდა-მაინც ეხებოდეს დავის თემას. მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანია და 80% მაინც რომ ეს არის წარსულში არ განხორციელდა თქვენ ცხოვრებაში, არ მოხდა თქვენ ცხოვრებაში სრულფასოვნება ის რაც გინდოდათ, ან ზოგიერთთან რაღაც ჩამოინგრა და ხელთავიდან მის აშენებას ფიქრობთ. ეს გამოგივა თქვენ იქნებით გამარჯვებული, შესაძლებელია დაგეხმაროთ და დახმარების სახით მიაღწიოთ შედეგს, ან კიდევ შესაძლებელია ეხმარებოდეს სასამართლო გადაწყვეტილებასაც აღარც 15%-ში და სასამართლო გადაწყვეტილებით მიაღწიოთ გამარჯვებას. ბევრთან, მაგრამ არა ყველასთან შესაძლებელია იყოს მესაკუთრეობასთან დავა. მესაკუთრეობას შეიძლება გედავებოდეთ ვინმე და თქვენ მიაღწევთ ამ მესაკუთრეობას. მაგრამ არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც იყოს დავაზე დაფუძნებული, თქვენ თუ გსურდათ რომ გამთარიყავით რამის მესაკუთრე და წარსულში არ მოხდა ეს ყველაფერი ან განხორციელდება აუცილებლად. შესაძლებელია ეხლა ფიქრობთ ძალიან ბევრს და ფიქრობთ რომ როგორ განხორციელდება ეს
სურვილი და უბრალოდ მიუღწეველი გონიათ, მაგრამ არტნები გეუბნებათ, რომ არ გაჩერდეთ წადის წინ მიუხედავად იმისა, შეიძლება იყოს დაღლილი, შეიძლება იყოს სტრესში და თქვენ გავთ გამარჯვება, შენ გაქვთ შემოთავაზება, გიკავიათ ხელში გამარჯვება და შემოთავაზება ორივე დაყრდნობილია რაღაც მატერიალურ ქონებასთან, ფინანსებთან. შესაძლებელია ზოგთან იყოს სამსახურეობრივი სფერო, შესაძლებელია ზოგთან იყოს რაღაცის ყიდვა, შესაძლებელია ზოგთან იყოს რაღაც ბიზნესის საქმე, მაგრამ რასაც არ უნდა ეხებოდეს, თქვენ ამ საქმეში ხართ გამარჯვებული, თქვენ გადადიხართ მეორე ეტაპზე ამ თემასთან დაკავშირებით. ასე რომ პარტნიორი გაფრთხილებენ, თუ ძალიან დაიღალეთ და ხართ სტრესში, ნუ გაჩერდებით, გააგრძელეთ სავალეცები და თქვენ მიაღწევთ იმ სურვილის ასრულებას, რა სურვილიც გაქვთ ჩაფიქრებული. შესაძლებელია ახლა რთულად გეჩვენებათ ყველაფერი, მაგრამ თქვენ ძალიან ახლოს ხართ მიზანთან და გადავედი მეორე ვარიანტზე და ვნახოთ, რას ამბობს არკნები მეორე ვარიანტისთვის. აქ შრომა ადამიანი შრომობს გაუჩერებლივ, ადამიანი არის შრომის ეტაპში, ადამიანი შრომობს დღისით და ღამით, შესაძლებელია მართლა ღამით არ მუშაობდეთ, ადამიანებო ეს არ ნიშნავს, რომ მართლა დღე და ღამე მუშაობთ, მაგრამ თუ თქვენ მუშაობთ 12-8 საათი, ეს შრომა უტოლდება 24 საათიან შრომას. ანუ ადამიანი შრომობს ძალიან ბევრს და უნდა იყოთ ფრთხილად, არ გადიღალოთ და თქვენი გადაღლილობით არ მოვუტანოთ საკუთარ თავს ზარალი და არ დააზარალოთ თქვენი საკუთარი თავი, თუნდაც ფინანსების მხრივ გადაღლილობის საფუძველზე. მაგრამ აქ იყო ნათქვამი, თუ რამდენად ასრულდება თქვენი სურვილი. თქვენი სურვილი ასრულდება, თქვენი სურვილი ასრულებადია. თუ თქვენ დაიცავთ ზომებს, თუ თქვენ თავს არ მოუტანთ ზარალს და არ გადაღლით საკუთარ თავს, თუნდაც ფიზიკური შრომით და თუნდაც ბევრი ფიქრით და სტრესით. დაასტაბილურეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, რა სფეროსაც ეხება თქვენი ჩანაფიქრი და აუცილებლად მიაღწევთ საკუთარ შედეგს და მინდა გითხრათ, თქვენ ხართ გამარჯვების გზაზე. თუ პირველი ვარიანტი იყო გაურკვევლობის გზაზე უკვე გადაღლილი, არა თქვენ უკვე ძალიან ძლიერი დიდი ენერგიებით გიხართ შემართებით გამარჯვების გზაზე და თითქოს უკვე თქვენია ეს გამარჯვება. აქ გაფრთხილებად შეიძლება მივიღოთ ის, რომ არ გადავდგათ არასწორი ნაბიჯი არ მოიტანოს თუნდაც იმ ფიზიკურმა გადაღლილობამ, სტრესმა, გადადგით სწორი ნაბიჯები და მინდა კიდევ შეგახსენოთ ისევ, რომ თქვენ ეხლა ადიხართ სწორ გზას, თქვენ მიდიხართ სწორად გამარჯვებისკენ და გააგრძელეთ ასე გზა სტრესისა და გადაღლილობის გარეშე. შესაძლებელია აქაც ეხებოდეს ფინანსებს, შესაძლებელია გადგინეს გული ფინანსების გარეშე, ან თქვენ თვითონ გადადგით არასწორი ნაბიჯი, რამაც მოიტანა თქვენთან დაზარალება, მაგრამ გითხრათ, რომ თქვენ იქნებით გამარჯვებული, თქვენ დაიკავეთ ფინანსებს ხელში, იზეიმებთ გამარჯვებას, გადაჭრით სწორად თქვენს გეგმებს და განდევნით თქვენი ცხოვრებიდან იმ უარყოფითს, რა უარყოფითისთვინაც ბრძოლობთ ახლა და რა უარყოფითმაც მოგიტანათ ზარალი. კი, თქვენ არამედ შესაძლებელია ზოგიერთები თვლიდეთ, რომ ძალიან დიდ ტრამვას ჰქონდა თქვენთან თქვენ ცხოვრებაში იყო ძალიან დიდი ტრამვა. ეს ტრამვა შესაძლებელია ეხებოდა ტყუის და შესაძლებელია ეხებოდა არასწორად გადადგმულ თქვენ ნაბიჯებს. მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს სხვისგან მოტანილი ზარალი თუ თქვენით არასწორად გადადგმული ნაბიჯებისგან შემოსული ზარალი, თქვენ გიხართ გამარჯვების გზაზე და ძალიან მალე მიაღწევთ ამ გამარჯვებას. თქვენ ცხოვრებაში დაინგრა რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი, შესაძლებელია ბევრთან სასიყვარულო სფეროს იყოს, სასიყვარულო სფეროს ეხებოდეს, შესაძლებელია ზოგთან იყოს სასამართლო, მაგრამ ხართ გამარჯვებული.
ხართ გამარჯვებული, უკვე გეხართ გამარჯვების გზაზე, როგორც ავიდან აღვნიშნე და თქვენ ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ მიაღწიოთ ამ გამარჯვებას. შეიძლება ეხლა იყოთ კამათის პროცესში, ცოტა დავაც იყოს ზოგიერთებთან, რა თქმა უნდა, ყველასთან ასე არ დაფიქსირდება, მაგრამ ვისთანაც დავა არის და ვისთანაც დავას ეხება ეს ყველაფერი, სასამართლო პროცესი მოუგვარებს ამ ყველაფერს, სადაც თქვენ იქნებით გამარჯვებული. მოერიდეთ ზედმეტ სტრესს, არ არის ზედმეტი სტრესი აუცილებლობა, არ მოითხოვს აუცილებლობას, რადგან თქვენ ხართ გამარჯვებული და თქვენ იზეიმებთ გამარჯვებას. მინდა შეგახსენოთ, რომ ზედმეტმა სტრესმა შესაძლებელია მოგიტანოთ ხელთავიდან ზარალი და დაზარალება, რადგან ზედმეტმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს არასწორი ნაბიჯები. იმოქმედეს სტრესის გარეშე, გადადეთ სწორად გათვლილი ნაბიჯები და თქვენ აუცილებლად გამოგივათ დაგისრულდება თქვენი ჩაფიქრებული სურვილი, მაგრამ თუ ვინმესთან გაურკვევლობა, დავა, კამათი და მოითხოვს სასამართლო ჩარევას, მინდა გითხრათ, რომ სასამართლოებრივი ჩარევით მიაღწევთ გამარჯვებას და გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. ნახოთ რას გვეუბნება ალგნები მესამე ვარიანტისთვის. ფიქრი, სტრესი, ძალიან დიდი სტრესი. და ეს სტრესი შესაძლებელია ეხებოდეს საბუთებს, რაღაც საბუთები შესაძლებელია გაჩერდა ვიღაცის ცხოვრებაში. საბუთები, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე შესაძლებელია იყოს მესაკუთრეობაც, მაგრამ საბუთები 99% მაინც განიხილება როგორც საბუთები. ფიქრობთ ძალიან ბევრს, თუ როგორ მიაღწიოთ გამარჯვებას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თქვენც როგორც წინააღმები მიაღწევთ გამარჯვებას, იზემებთ აღნიშნავთ გამარჯვებას, ამ გამარჯვებას მეგობრებთან ერთად. რაღაც საბუთები შეჩერდა თქვენს ცხოვრებაში, შეჩერებულია, მაგრამ გაიმარჯვებთ, მიაღწევთ იმ ყველაფერს, რასაც გინდათ მიაღწიოთ, რას შეიძლება ეხებოდეს ეს საბუთები შესაძლებელია ეხებოდეს ფინანსებს მეტად ვიდრე ქორწინებას, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს კარტი აღნიშნავს ასევე ქორწინებასთან დამყარებულ საბუთებს, აქ ამოვიდა ფინანსებიც, ანუ შესაძლებელია ზოგთან იყოს ქორწინება, ზოგთან იყოს ფინანსები, მაგრამ თუ ვისთანაც ქორწინებაზე ალაპარაკი და ქორწინებასთან დაკავშირებით საბუთებზე ხელმოწერაზე ალაპარაკი, აქ ფინანსების დახარჯვა იქნება, რა თქმა უნდა, ფინანსები უნდა გაიცეს და სტაბილურობისთვის მოითხოვს ფინანსები გაცემას. არის შემოთავაზება, მოლაპარაკებით რაღაცის მიღწევა, თუ ვინმეს ფინანსები არ ყოფნის ამ საბუთებთან დაკავშირებით და ფინანსებია პრობლემა, რის გამოც ვერ ახერხებს საბუთების მოგვარებას, მინდა გითხრათ, რომ წახვალთ მოლაპარაკებაზე, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნილებებს, ან ფინანსების მხრივ, ან კიდევ პირიქით გაიცემა ფინანსები საბუთების მისაღებად. და გამოვიდა საქორწინო სახლი, ძალიან ბევრთან შეიძლება ეს იყოს ქორწინებასთან კავშირში, მაგრამ როგორც ავიდან აღვნიშნე, მაინც მინდა ვთქვა, რომ 50-50 პასუხი, 50%-თან ქორწინებასთან იქნება დაკავშირებული ეს საბუთები და 50%-თან იქნება რაღაც მატერიალთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ასე თუ ისე, თუ თქვენ გაინტერესებდათ საბუთები, მინდა გითხრათ, რომ მიაღწევთ, მაგრამ რაღაც მოლაპარაკების საფუძველზე. თქვენ მიაღწევთ გამარჯვებას და თუ ვინმესთან რაღაც წარსულში დაინგრა, შესაძლებელია იყოს მეორე ქორწინებაც, რომელიც უკვე დამყარებული იქნება საბუთებთან და არა საბუთებისა და ხელწერის გარეშე. დიდი ალბათობით ეს არ იქნება პირველი ქორწინება, ეს იქნება მეორე ქორწინებასთან დამოკიდებული, ვისთანაც, რა თქმა უნდა, რეზონირდება. მამაკაცი მეორე ქორწინებიდან და საბუთების
საბუთებით ყველაფრის მოგვარება, ანუ სრულყოფილი ქორწინება, ხელწერითა და ჯვრის წერით. ახლა კი ამით დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.